მოკლედ აქ რუხაძე ამბობს, რომ ტელეკომპანია იმედს არ უყურებს. ანუ იმდენად ცუდი არხი აქვს შექმნილი და იმდენად დეზინფორმაცია, რომ ამის გაგონებაც კი არ უნდა. შევარდნაძე იძახის, ვინ წარმოუდგენია შემდგომ პრეზიდენტად? ივანიშვილს აკეთებს. ივანიშვილს აკეთებს მინიშნება. რაფალიანცის თემა ხო თავიდან ბოლომდე ეს იყო სატელევიზიო შოუ დადგმული რამოდენიმე კამერით. ესენი სულ საქმეს აკეთებენ და წარბი არ ეხრებათ. იმაზე უფრო მეტი ჯალათია ჟურნალისტი, რომელიც აი ამ კადრებს ნახულობს, რეაქცია არ აქვს და ცდილობს რომ გააბრაოს. მაგდა ანიკაშვილი რა, იმედის მარგარიტა სიმონიანი 10 ერთზე, ეგ ქართულია, ეკლესიურია, ანუ ნაკურთხია ეს სემა, ანუ აი ამ კაცის რუხაძის რუსულმა ტელეკომპანია იმედმა დედა რომ მოუკლა რეჟიმმა მოგყიდა ეს ინფორმაცია დადებითად აი კლასიკური რუსული აი მართლა სალავიოვის სიმონია შეშურდება ვიღაცა ერთმა ტიპმა ბლოგერმა დაწერა და ბოდიში და 100,000 კაცი რო წერს რომ ბოდიში და ვიხართ ეგ კარდი გინახავს ეგეთი? არა, სალომე ზურაბიშვილის ღევანდელი ვთქვათ პოზიცია და კი ბატონ ძალიან კარგი და წინ ძალიან რომ ერთხელაც არ უთხოვს რომ შევწდიო მაშინო რა. რუხაძის შვილი არის LGBT წარმომადგენელი რა. ბიძინა ივანიშვილმა და ფაქტობრივად და ლომბარდში ჩაიდო, აი და ლომბარდა ეს ხალხი რა, ასე რომ